ეხლა ვიყოფები ქალაქ ესენში, ამშტატ-ამფელის ტრასაზე 12 ნომერში, სადაც ბოლო ვიდეოში გითხარით, რომ ებრაელები და მეწიეთ 42 ავტობანზე და გამიტეხეთ საბარგული შუშა. ეს არის ის ადგილი, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობარს ქონა ადგილი ნაკირაები და ამ ადგილას მოვიყვანე ჩემი შუშა გადახილი ავტომანქანა, სადაც გამოვცვალე და ჩემ გვერდში მყოფი პიროვნება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწმობა შემდეგ აღმოაჩნდა, გავაგზავნე, რომ ჩაცვენილი ნამსხვრევები, საბარგულში ჩაცვენილი ნამსხვრევები პილასოსიდან ამოეღო, რაც დაახლოებით აქედან სულ 1 კილომეტრი იმყოფება. გაგზავნე პიროვნებას ბოლოდიზე მეტი დააგვიანდა, ამისათვის ძალიან ბევრი ურეკე არ მიპასუხა და ჩემს მეგობართან ერთად, გენადისთან ერთად, ვისთან ერთადაც მოვიყვანე შუშა გადახილი ავტომანქანა, ვის ევაკუატორთაც მოვიყვანე, მასთან ერთად წავედი, სადაც ეს პიროვნება ყავდა გაგზავნილი, რომ დამსხვრევები ამოეღო საბარგულიდან. ასევე მეორე მეგობარს დათოს დაუტოვე ჩანთები, რომელიც საბარგულიდან იყო ამოღებული, რომ ყურადღება მიექცია და გადავედი პილასოსების ავტოსამრეცხაოზე, სადაც პილასოსი არის, ესე რომ ვთქვა, პერსასრუტი და ნახე ავტომანქანა იყო ბოლომდის გაჩხრეკილი, დაკეტილ მდგომარეობაში იყო, ანუ მივხვდი, რომ პოლიციისგან იყო, ამ პიროვნებას ურეკავ, ძალიან ბევრს უკავშირდები, ნახსენებ გიაგოცაძეზე მაქვს საუბარი. მაგრამ იქიდან პასუხი არ არის. საბოლოო ჯამში მივწერე, რომ მეთქი მივხვდი, რომ პოლიციას ყავხარ წაყვანილი, მანქანა არის გაჩხრეკილ მდგომარეობაში, უკვე მანქანასთან ვიყოფები და რომელი პოლიციაში ხარ, მეთქი მითხარეთქო. მან მიპასუხა იქიდან, რომ არ ვიცი რომელი პოლიციაში ვარ, მეთქი პოლიციელებს კითხი ან დამალაპარაკებ, თქო არ მაძლევენ მაგის საშუალებასო და მეთქი ბოლო მესტო პალაჟენია, მაინც ჩამიგდე მეთქი და მოვალ, თქო და რამეს დაგეხმარებით. ანუ არ იჭერს ისო ინტერნეტიო, რომ მესტო პალაჟენიაც ჩაგიგდოვო, სამიმყოფებიო. ანუ არ უნდა პიროვნებას რომ მიმეგნო, რომელ პოლიციაში იყო. არ უნდა იმის გულისთვის უკვე გამოცხადებულ პოლიციელებთან ასაუბრები ქონა, რომ თითქოს და ტერორისტი ვიყავი. ასევე მან დააკავშირა სახელმწიფო უსაფრთხოების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც შეცვალა გიაგოცაძის სიტყვები, შემდეგ პოლიციასთან, რადგანაც პოლიციამ გამოხატა უკმაყოფილება, რომ თუ პიროვნება ტერორისტი იმყოფებოდა გერმანიის ტერიტორიაზე, ეს რატო არ იყო გერმანიის პოლიციისთვის ცნობილი. ამის შემდეგ შეცვალეს სიტყვა და თქვა, რომ მაგ ბიჭმა არ იცის კარგად უცხოენა, არ ესმის, ძალიან ძნელია მისთვის აგიხსნას და უბრალოდ მას შედარებით გითხრათ, რომ იმდენად ცუდი ადამიანიაო, ანუ ჩემზეა საუბარი, იმდენად ცუდი ადამიანიაო, აი როგორც ტერორისტიო, შედარებით ფორმატში გითხრათ. ანუ გამორჩა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხედველობიდან ის, რომ მე 2002 წლის 6 დეკემბრიდან ოფიციალურად ცხოვრობდი წლების განმავლობაში გერმანიაში, ძალიან ხშირი შეხებები მქონდა მაშინაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან, პოლიციელებთან და ამიტომ ყველაფერი აქ როგორც იცით ფიქსირდება, იწერება და გერმანელები თავის თვალებს უფრო დაუჯერებენ, ვიდრე სხვის მონათხრობს, ესე რომ ვთქვათ. ერთი სიტყვით საბოლოო ჯამში პიროვნება მითხრა, რომ უკვე მიშვებენ ველოდე, კიდე კაიხანი ველოდე მას დაახლოებით სულ 3 საათი იყო ის ჩემგან დაკარგული მდგომარეობაში, ესე რომ ვთქვათ. და გამოუშვეს პიროვნება, რომელიც შემდეგ მივაკითხე პოლიციაში, პოლიციიდან უკვე გამოსული იყო, წამოვიყვანე და პოლიციამ მას არ გამოატანა გასაღები. ზუსტად ავტომანქანის გასაღები დაიტოვეს. ზუსტად ამ ადგილას დგავარ მეორე ავტომანქანით, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, რაც ის პიროვნება გამოვიდა პოლიციიდან, ავტომანქანი და პოლიციამ გაიარა ამ გზაზე. როგორც ესაც დამინახეს მე პოლიციელებმა, დაატრიალეს ავტომანქანა და შემოვიდნენ, შინ დამიწყეს საუბარი და ეს პიროვნებაც ეს გიაგოცაძეს მანქანაში მიზის. ანუ 20 წუთი ვისაუბრეთ მე და იმ პოლიციელებმა, ვისაც ყავდა გიაგოცაძე დაკავებული 2-3 საათის განმავლობაში. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში და ამ პოლიციელებმა ბევრი რამ ამიხსნეს, თუმცა მე ახლა საიდუმლოდ ავტოვე, გამოძიებიდან გამომდინარე არის ეს, რომ ვერ ვიტყვი. საიდუმლოდ არის დარჩენილი ჩვენი საუბარი და ამ პოლიციელებმა მესაუბრე. როდესაც მანქანაში შემოუტრიალდი სიგარეტის გულისთვის, დავინახე, რომ გიაგოცაძე ვიდეოს უღებს, ანუ გვიღებს ჩვენს სამივეს, ორი პოლიციელია, მესამე მე ვარ, საუბრობთ ავტომანქანიდან ვიღებს ვიდეოს, რომ სულს ეს საუბარი ვიღაცას გადაუგზავნოს, ვისაც გერმანული ესმის. ეხლა ჩემი თვითცნობიერებით ესეთ შემთხვევაში ეს ხდება, სხვა არაფერი არ ხდება და ანუ ამ პოლიციელებმა მთხოვეს, რომ პატარა ბიჭია, ასაკი ჩვენ არ გვინდა რომ დავიჭიროთ და მიაქციეს შენ ყურადღება რა, მეც ეხლა მეთქი როგორც ქართველი, ჩემ გვერდშია და მე მივაქცევ ყურადღებას და პასუხისმგებლობა ავიღე.
ანუ ეს პოლიციელები წავიდნენ და მითხრეს, რომ ხვალ მოდი პოლიციაში და შენი ავტომანქანის გასაღების გამოგატან მხოლოდ შენ. მაგ პიროვნებას არ გამოვატანთ. როგორ მაგასთან ერთად მოდით, რადგანაც გია გოცაძეს ჩამოვართვით ჩვენ გასაღები და ერთი სიტყვით მაგ საჭესთან არასდროს არ დასვა, თორემ ჩვენ დავიჭერთ მას ციხეს ჩავსვათ. მეორე დღეს, როდესაც უკვე გაცენდა მეორე და პოლიციაში წასასვლელად ემზადებით, ეს ცოტა ჩემზე ადრე ჩქარობს, რომ მარტო უნდა წავიდეს პოლიციაში, გამოიტანოს გასაღები თავისი ქვეცნობიერებით. რა თქმა უნდა, ეხლა მე არ გავუშვი, როდესაც პოლიციაში მივედით, მორიგე პოლიციელმა ეხლა არ იცის მე ვინ ვარ, რა პიროვნება ვარ და გია გოცაძეს დაუწყო ჩხუბი. ერთი სიტყვით, როცა ჩხუბი ინდონეზე გადაიზარდა მათ შორის რა მორიგის მხრიდან რომ დედა არ შეუგინებია, თორემ არ დააკლო არაფერი და ამ დროს მე მთხოვ რომ მეთქი დამშვიდი მეთქი პოლიციელს ვეუბნები და მე მივაქცევ მეთქი ყურადღებას და ჩემი პასპორტი მივაწოდე რომ მეთქი მე გამატანე ავტომანქანის გასაღები თქვა, რადგანაც უარზე იყო ავტომანქანის გასაღებს არ გაგატან თუ მისთვის ნაპოვნი ქონათ ნარკოტიკი და ცუდი სიტყვები ქონათ ახარჯული რომ ის იყო თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და მე ვიყავი ეგრეთ წოდებული ტერორისტი მისი გამოცხადებით. ამიტომ როდესაც თანამშრომელმა პასპორტი გახსნა, ჩემი სახელი და გვარი წაიკითხა, უფრო მეტად გაღიზიანდა, უფრო მეტი ჩხუბი წავიდა და ისევე მეცადე რომ ეს ყველაფერი გამენაეტრელებია, ავიღე გასაღები საბოლოო ჯამში ახლა მოგდეთ რო თქვა, ავიღე გასაღები, დამშვიდობე პოლიციას, წამოვედი და შევეკითხე გზაში რომ მეთქი რა თქვი მეთქი ესეთი ცუდი სიტყვები მეთქი რომ ესეც ცუდად გექცევიან მეთქი რა პოლიციაში თქვა. თანაც ამ პოლიციელმა გააფრთხილა სასწიგად რომ საჭესთან როგორც დაგენახავთ დამშტარს ეგრევე ციხეში გაგიშვებთ. არასდროს არ დაждდეს საჭესთან და მეც გამაფრთხილეს რომ საჭესთან თუ როდისმე დაждდება შენ ავტომანქანაზე თუ როდისმე ვიპოვით იცოდეს შენს პასუხს მოგთხოვს და არც ამისვია მაგიშები ავტომანქანაზე. მე მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენო რომ კიდევ გეტყვით რომ 2002 წლის 6 დეკემბრიდან გერმანიაში მე ვცხოვრობ ოფიციალურად. რაც ფიქსირებულია წლების განმავლობაში. ანუ გერმანელებს თქვენ ეუბნებით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თქვენ გაუცხადეთ, რომ მე ვიყავი ტერორისტი. ეს თქვენი შეხედულება იყო ესეთი. რაზედაც ვითხოვე კიდე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, თუმცა პასუხი ვერ მივიღე. მე მინდა შეგახსენოთ ბატონებო, 2016 წლის 9 თებერვალს იუსტიციის სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შევატყობინე, რომ თურქეთს საქართველოს შორის არსებობდა გზა, რომელიც შეიძლებოდა ტერორის გამოეყენებინა საქართველოში გამოსულიყო ასაფეთქებელი ნივთიერებით 8 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით და მიზან მიმართულად მისთვის სასურველ ადგილას მოეხდინა ტერორისტული აქტი და ესეც მოხდა. 2016 წელს უკვე მოახდინეს ჩემი პროვოცირება, უკვე ვიყავი ძებნილ მდგომარეობაში. წინასწარი პატიმრობა სასამართლოთა ზესტაფონის სასამართლოდან გამოტანილი მქონდა ზურაბ ბალავაძისგან, მოსამართლე ზურაბ ბალავაძისგან და 2016 წლის 1 ივნისს ავტვირთე ვიდეო YouTube არხზე ხელისუფლება იცავს ტერორისტებს. ესეთი ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2016 წლის 1 ივნისს დევს და სულ 2016 წლის 11 ივნისს ათათურქის აეროპორტში სტამბულში ახმედ ჩატავებმა მოაწყო ტერორისტული აქტი, სადაც 230 ადამიანი დაიღუპა. გამოიყენა თუ არა ახმედ ჩატავებმა ეს ტერიტორია და ზუსტად გადაკვეთა თუ არა საქართველოსთან საზღვარი გამშვები პუნქტზე გვერდის ავლით. როგორც მაშინ, შემდეგ უკან დაბრუნებულზე, როგორც 2017 წლის 23 ნოემბერს ახმედ ჩატავები ჩამოვიდა საქართველოში და ბერის სამოსის ქუჩაზე თბილისში იცხოვრა დაახლოებით თვენახევარი. მე კი დამაკავეს 2017 წლის 6 თებერვალს, ანუ 6 თებერვლიდან 2017 წლის 6 თებერვლიდან 23 ნოემბრამდე რამდენი დრო არის გასული თუ იცით. ამ დროს უკვე ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდში მამაჩემი მოხდა სამართლობაში და აქ ვიღაც ებრაელი, რომელიც ჩემს სასამართლოზე წადგა გიორგი ლანჩავას სახელით, კრიმინალ პოლიციის უფროსის სახელით, ამბობს, რომ მამაჩემს ქუთაისის სამართლობაში ამოუღეს ორგანოები, რადგანაც უპატრონოდ იყო ესე რომ ვთქვათ, სამართლობაში უკვე პატრონი აღარ ყავდა, ყურადღების მიცემი აღარ ყავდა. ეთყობა მაგით მოახერხა. მე მინდა შეგეკითხოთ თქვენ ესე თუ ებრაელებო, ზოგადად ხაზგაულსო ორგანოებით დაინტერესებული ებრაელებო, თქვენ პატრონი დიდი ხანი არ აყავთ. ეხლა ქრისტეშობის დღესასწაული მოდის 6 იანვარია, ქრისტეშობა დგება
და თქვენ ქრისტესი არ იწამეთ, ჩემი რა უნდა იწამოთ, ან ვინმეს რა უნდა იწამოთ, ან რა რჩევა დარიგება უნდა მოგცეთ ადამიანს, როდესაც ესეთი აზრები აწუხებს თავში. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით. ადრე თუ გვიან დაგეწევით. აი დაღლილზე რომ დაგეწევი, უფრო მწარედ გაგისწორდები. ამიტომ ჯობია დაღლილზე არ გნახო რა და ვაჟკაცურად მოხვიდო და თვალებში შეგხედო. მაინც სიკვდილი გიწერია, სადაც არ უნდა გნახო. აგერ გერმანიის ტერიტორიაზე გეუნები, გერმანიის პოლიციის თვალწინ გეუნები ამას. გერმანიის პოლიციას ეს შეუძლია თესვი აღკვეთოს. მოახდინოს პროვოცირება წინასწარ დანაშაულის ჩადენაზე, მაგრამ არ აკეთებს, იმიტომ რომ თქვენ ამას იმსახურებთ. როდესაც გერმანიის პოლიციელი ამდენს ხვდება, ალბათ შენ საქართველოში დაბადებულო ებრაელო, მე მგონია შენ უფრო კარგად უნდა ათვისნობიერებდე, რომ შენ უკვე მყარი ხარ და არა ცოცხალი. მე ამას გეუბნები. რა დროც არ უნდა იყოს, მაინც გაგისწორდები. ეს დაიმახსოვრე. იმის გულისთვის, რომ მაჩემი არსენ. ადრე თუ გვიან მაინც მოგაგნებ. სადაც არ უნდა იყო. შენ ოჯახთან ერთად. და აი ესე გაგისწორდები, რომ ჯერ უარავის არ გავსწორებ. ალბათ იცი შენ რასაც გულის მოუყვე ამ სიტყვებში. რადგანაც ოჯახი ვახსენე. ჩემთვის დიდი და პატარა სულ ერთია. შენიანმა არ უნდა გაიხაროს არც ერთ. დამიჯერე მე ესეა. შენ ახარ ის ადამიანი და თქვენ ახართ ის ადამიანები, ბავშვის ორგანოებიც რო გაკეთეთ. ძალიან ბევრი ვიცი თქვენზე და თუ როდისმე გამოძიებაში ჩართვის უფლებას მომწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან თავარი პროკურატურა, ამას კანონიერად გავაკეთებდი ყველაფერს. მაგრამ რადგანაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავარი პროკურატურა არ მაძლევს ამის კანონიერად და გამოძიებით ჩარევას, ამიტომ მე ესე ვაჟკაცურად, ესე კაცურად, რისი ღირსებით ვკართ იმას მიიღებთ ჩვენგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა უთხრა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა უთხრა, რომ გამორჩა მხედველობიდან ტერორისტი შინაგან საქმეთა სამინისტროში მოიძებნეთ, რომლებმაც მე დამაკავეს 2017 წელს 6 თებერვალს, ამის ვიდეოც დევს, როგორ დამაკავეს იმისათვის, რომ ებრაელების შეკვეთა მიიღეს, ებრაელების სურვილი იყო, მე ციხეში ყოფილიყავი და თავიანთი საზღვარი საქმეები ეკეთებინათ. ასე რომ სტამბოლის აეროპორტში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი 230 ადამიანის სიცოცხლე თქვენს კისერზეა. ასევე ბერისამოსის ქუჩაზე მოგდა საწყალი სპეცნაზელი დაიღუპა იმ დროს, როდესაც ტერორისტ თავი შეაკლა იმ ბიჭმა, ებრძოდა ტერორისტ, იმ ადამიანის სიცოცხლეს თქვენ კისერზეა. ეს თქვენ დაუშვით, ყველაფერი თქვენგან არ დაშვებული და ადრე თუ გვიან ამას განეკითხავს ვიღაცა. ეს ვიდეო ისეთი რამეა, ეს არ არის დაწერილი თქვენს კაბინეტში დაწერილი წერილები, რომელსაც სანაგვე ხუთში ათავსებს. ამას სოფლიო ხედავს, ამას ხედავს გერმანიაც, ამას თარგმნის ყველა და ამას უსმენს ყველა. ადრე თუ გვიან მოგეკითხებათ ყველას თითოეულ მათგანს. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ რამე პოლიტიკურად ვინმე რომელიმე ქვეყანა გისწორდებათ, იმიტომ გისწორდებათ, რომ ამას იმსახურებთ. თორემ მე თქვენგან გამოცხადებული ტერორისტი, აი შეხედეთ, როგორი კარგად გრძნობ თავს, როგორ შენივრად გრძნობ თავს. რომელზედაც თქვენ ხმაც კი არ ამოიღეთ, ერთი სიტყვაც არ დაძარით, ერთი ზარიც არ გამოგექცათ ჩემთან და საერთოდ სურვილი არ გაქვთ, რადგანაც თქვენი დანაშაული არ უნდა გაიგოს. მაგრამ თქვენი დანაშაული უკვე გარკვეულია. ამიტომ თქვენ დანაშაულებთან ერთად მოდი სხვაც გაგვარკვევიე. იმ ადამიანების ოჯახებსაც გაარკვევიე თავიანთი ოჯახის წევრების მკვლელობა ორგანოების გულისთვის, რომელიც მე ვიცი. ამიტომ მომეცით ამის საშუალება, მე გირჩევთ ამას მომცეთ და უფრო შეღავათი იქნება შემდეგ სასჯელი თქვენს მიმართ, ვიდრე ეხლა. თორემ სააკაშვილივით ძალიან ბევრს იგორებთ თქვენს იმ სამონტყოფოში, სადაც ისაგდია ეხლა დღეს. დამიჯერეთ, თქვენზე მეტი ძლიერი იყო სააკაშვილი, მაგრამ დედა ეთქვნება სადაც არის. აი ეგრე მოგეთქვნება თქვენს დედები საბოლოო ოჯახში. დაიმახსოვრეთ, ჩემი სიტყვები ერთ შევათ მიიღეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.